ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. მთავარი განსახილველი საკითხი საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ბოლო ინციდენტია. 2 დღის წინ რუსმა სამხედროებმა 4 არასრულწლოვანი დააკავეს, ასევე იმსჯელებენ საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა იმ შემთხვევაზე, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე მოხდა. ნინო ფისაძე ისაუბრებს ახლა ერგნეთიდან ჩვენს ეთერში. Adიახ დღევანდელ ერგნეთის შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება 2 დღის წინ საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარ საკითხად ისაუბრებენ სწორედ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან რუსი სამხედროების მიერ მოზარდების დაკავების ფაქტს. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, წინა შეხვედრიდან დღემდე ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოს 7 მოქალაქე იქნა უკანონო დაკავებული. Am დროისთვის კი დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მთლიანად რჩება 11 მოქალაქე. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, 2 თვის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში უკანონო ბორდერიზაციის 8 შემთხვევას და აი ეს საკითხებიც იქნება დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. დღესდღეობით სახეზე გვყავს 11 უკანონო დაკავებული. საანგარიშო პერიოდს რაც შეეხება გულისხმობ წინა შეხვედრიდან დღემდე 7 უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი. ასევე ყურადღება გამახვილდება უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესზე. ბორდერიზაცია მოიცვა ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლები. კერძოდ ივლისში დაფიქსირდა 5 შემთხვევა, აგვისტოში დაფიქსირდა 5 შემთხვევა, სექტემბერში 2 შემთხვევა. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ამ ინციდენტსაც. მთავარია რომ არასრულწლოვნები სახლში იმყოფებიან, მოხდა კომუნიკაცია და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაახლოებით 30-40 წუთზე იყო საუბარი, ისინი დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში და თავს კარგად ცნობენ. ფაქტს ადგილი ჰქონდა თამარაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე. Რა პასუხი ექნება საოკუპაციო რეჟიმს მოზარდების უკანონო დაკავებაზე? ეს უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად ბუნებრივია იქნება განხილვის თემა ასევე ჰუმანიტარული საკითხებიც. მადლობა, ნინო ფისაძე იყო ერგნეთიდან.